ვის შეეხება ევროპული სანქციები და რას ნიშნავს შეზღუდვების დაწესება დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის. ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული თუ რა მექანიზმს გამოიყენებს ევროკავშირი მოძალადე მთავრობის წევრების სანქცირებისთვის. დიდი ალბათობით ყველას, ვინც სანქცირებულთა სიაში მოხვდება, ვიზის აღება იმ შემთხვევაშიც მოუწევთ, თუ საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით ისარგებლებენ. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ლურჯი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის გაცემისას დეტალურ მონიტორინგს დაექვემდებარება მათი მოგზაურობის მიზანი, ევროპაში არსებული აქტივები და უძრავი ქონება. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უცვლელად დარჩება ყველა სხვა მოქალაქისთვის და ქართული ხალხი ამ სიკეთით სარგებლობას შეუფერხებლად გააგრძელებს. ჩვენი ჟურნალისტი ზურა პეტროსიანი მუშაობდა თემაზე და ის ახლა შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. ზურა, ვინ ფლობს საქართველოში დიპლომატიურ პასპორტებს და როგორ ამოქმედდება ევროკავშირის სანქციები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით რთულია, ვინაიდან მკაფიო განმარტებები, რა თქმა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, თუმცა მანამდე ორი ძირითადი ვერსია განიხილება, ის რომ უპირველეს ყოვლისა, ვინც არის ეგრეთ წოდებული დიპლომატიური პასპორტის და ასევე სამუშაო პასპორტის მფლობელი, მათ მოუწევთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვიზიტისას უკვე ვიზის მიღება შესაბამისი ქვეყნიდან ამ ვიზიტის შემთხვევაში და მეორე ვერსია არსებობს, რომ ისინი შეძლებენ არა დიპლომატიური პასპორტით, არამედ ჩვეულებრივი ორდინალური საქართველოს მოქალაქის პასპორტის სარგებლობა, თუმცა როგორც თქვი, ჯერჯერობით აქ აზრები იყოფა სპეციალისტებს შორის და რა თქმა უნდა დამატებითი განმარტება უნდა გააკეთოს და ჩაიწერება იმ დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით, თუმცა ის რომ სანქციები არის გარდაუვალი, ამაზე ასთა სხვადასხვაობა არ არსებობს. რაც შეეხება დიპლომატიური პასპორტის ცნებას ზოგადად და ვინ ფლობს მას, აქაც აღმოჩნდა, რომ 2012 წლის შემდეგ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სია გაფართოვდა და თუ აქამდე ვიცოდით, რომ დიპლომატიურ პასპორტებს რა თქმა უნდა ფლობდნენ დიპლომატები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ქვეყნის უმაღლესი პირები, როგორც არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ასევე პარლამენტის წევრები, აღმოჩნდა, რომ ეს სია ახლა არის ძალიან გრძელი და მასში შედის არა მხოლოდ უკვე ჩამოთვლილი უწყებები, არამედ საკმაოდ დაბალი რანგის წარმომადგენლობას, როგორც არის მაგალითად რეგიონალური გუბერნატორები, მერები, მათი მოადგილები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადასხვა დანაყოფები, ასევე მათი მოადგილები, ოჯახის წევრები და სხვადასხვა, აქვე შედის რა თქმა უნდა ომბუდსმენი, ასევე შედის ბიზნეს ომბუდსმენი და სხვა წევრები, მოკლედ ძალიან დიდი და ვრცელი არის ეს სია და ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ უხშირესად ასევე ამ მაღალჩინოსნებისა თუ ზოგადად ჩინოვნიკების გარდა ასევე მათი ოჯახის წევრები და სავარაუდოდ თუ ეს სანქციები შეეხება მთლიანად ამ პაკეტს, მაშინ სანქცირებულთა სია იქნება საკმაოდ დიდი და ასევე უნდა განიმარტოს ცალკე, რომ ეს შეეხება არა მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს, მაგრამ დიდი ალბათობით ასევე დაექვემდებარება სანქცირებას გარკვეული ბიზნეს საქმიანობები, რომელსაც შეიძლება ფლობდნენ ამ ქვეყნებში ჩვენი ქვეყნის ჩინოვნიკები და რა თქმა უნდა მაღალჩინოსნები. და ამავე სიაში ცალკე არის გამოყოფილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებიც, ისინიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელები არიან, სწორედ მათთან შევძელით ჩვენ დღეს კომუნიკაციის დამყარება და გაგება იმის, ხომ არა აქვს დამატებითი ინფორმაცია, ან როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სახელებსა და გვარებს აღმოაჩენენ ამ სიაში, ყველა მათგანმა, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, დაგვიდასტურეს, რომ ნამდვილად აქვს დიპლომატიური პასპორტი და ამ პასპორტით სარგებლობენ ამ ქვეყნებში ვიზიტისას, ზოგიერთი შეფასებით ამ სანქციების დაწესება მძიმე იქნება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქვეყნის დონეზე, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მას შემდეგ დაფიქრდება ამ შედეგებზე, რაც უკვე საკუთარ სახელსა და გვარს სანქცირებულთა სიაში ამოიკითხავს. თქვენ ფლობთ თუ არა დიპლომატიურ პასპორტს, ვინაიდან მითითებული არის, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ის? დიახ, ყველა მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს დიპლომატიური პასპორტი. რადგანაც ახლა საუბარი არის სანქციებზე, რა მოლოდინები გაქვთ თქვენ? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი სანქციები აქვს ქვეყნის დიპლომატიურ პასპორტებს. რა გითხრათ ხო? თქვენ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა თქვენი და თქვენი კოლეგების საქმიანობასაც უკავშირდებოდეს? არ მგონია მოსამართლის გადაწყვეტილება, როდესაც არის დასაკუთრებული უკავშირდებოდეს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან რთული გადაწყვეტილებაა ზოგადად მიფიქრობ ქვეყნისთვის და არა მხოლოდ თითოეული ინდივიდისთვის. ვიცით, რომ სანქციები მზადდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის. თქვენ როგორ უყურებთ ამას? მე ვერ გავაკეთებ ჩემო კარგო, იცით ჩემზე კარგად, რომ ამ საკითხზე არ უნდა უსვავდე მოსამართლეს ახლა შეკითხვას. ესმის ინტერესი, მაგრამ ეს თემები მოსამართლესთან კითხვა დასასწრებელი ნამდვილად არა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა მათ შორის თქვენს პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს? აი ამ სანქციებრულთა სიაში მოხვედრა. ვერ გეტყვით ახლა მე დიდად ამას
ასე არ უყურებ რა მე ჩემ საქმიანობას ვახორციელებ. ის რომ ამ სანქციების გამო შესაძლოა ამ ქვეყნებში ვიზიტი შეგეზღუდოთ, არის თუ არა თქვენთვის დიდი შეზღუდვა? შეზღუდვა როგორ არ არის, მაგრამ ამოწდება რა განიცე. რას შეიძლება უკავშირდებოდეს თუ ამ სანქცირებულთა სიაში მოხვდებით თქვენს? რომ ეკნება ინფორმაცია, მე დავიწყებ მაგაზე ფიქრს ჯერჯერობით. არ მაქვს მაგაზე მოსაზრება. დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს თუ დაუწესდება სანქციები, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ვიზიტები შეგეზღუდებათ თქვენ. კი ბატონო, ალბათ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას ეხება არჩევნებთან დაკავშირებით? ჯერ არ მაქვს ინფორმაცია და როგორ გეტყვით ამ მაგაზე პასუხს. რას ნიშნავს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის სანქციის დაწესება? ამ კითხვაზე, როგორც ვთქვით, მკაფიო განმარტებებს, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით სპეციალისტებიც ელოდებიან იმ საბოლოო დოკუმენტიდან, რომელსაც მიიღებს ევროკავშირი, თუმცა ორი გზა არსებობს, ორი განმარტება უბრალოდ ჯერჯერობით. ერთი, რომ დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები ვერ ისარგებლებენ იმ პრივილეგიებით, რომელსაც მას ანიჭებს ეს პასპორტი და თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი შეძლებენ ამ ქვეყნებში ვიზიტის განხორციელებას საქართველოს მოქალაქის ჩვეულებრივი პასპორტით და მეორე შემთხვევაში სპეციალისტების ნაწილი განმარტავენ, რომ პირიქით იმ პირებს, ვისაც დაუწესდება სანქციები და ვინც ფლობდა აქამდე დიპლომატიურ პასპორტს, მათ უფრო მეტად გაუძნელდება ამ ქვეყნებში ვიზიტი, ვიდრე ეს ჩვეულებრივი მოქალაქის შემთხვევაში მოხდება, ვინაიდან ევროკავშირში არსებობს საერთო ბაზა და როდესაც რომელიმე ასეთი სანქცირებული პირი ეცდება, რომ შევიდეს ამ ქვეყანაში, ერთის მხრივ მას მოუწევს ვიზისთვის მიმართვა შესაბამისი ქვეყნისთვის და მეორე შემთხვევაში არ არსებობს გარანტია იმის, რომ ეს ქვეყანა მას ამ ვიზას მისცემს იმისთვის, რომ მან შეძლოს ქვეყანაში შესვლა. მე პირადად რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის რომ ხდება დიპლომატიური ლურჯი ფერის პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შეჩერება. ეს რას ნიშნავს, რომ მათ კიდაც ჩვეულებრივი პასპორტიც რო აქვთ, ისიც გამოიყენონ, ხო? მათ ხო ერთი და იგივე პირადობის მოწმობა აქვთ. პირადობის მოწმობა არა, ანუ ნომერი, ანუ ერთი და იგივეა. ყველა ვარიანტში ეს მონაცემების ბაზა ევროკავშირს აქვს, იმიტომ რომ ყველა აკრედიტებული დიპლომატი ის ინფორმაცია მათ ეგზავნებათ, ხო? როცა მათი გადაადგილება ხდება. ამიტომ წითელი პასპორტით წავა ჩვენი ქართველი დიპლომატი თუ პარლამენტის წევრი თუ ეს იქნება მთავრობის რომელიმე სამინისტროს უმაღლესი ჩინოსანი, მას ყველა ვარიანტში სხვათა შორის მათ მეუღლეებსაც და ოჯახწერებსაც აქვთ ხოლმე ესეთი პასპორტები, მათ ყველა ვარიანტში ეჭირებათ თუ არა ლურჯი დიპლომატიური პასპორტი თუ მისი ეკვივალენტური წითელი პასპორტი, მათ ყველა ვარიანტში მათ ინფორმაცია უკვე იქნება ჩაშვებული იმ მონაცემთა ბაზაში, სადაც მოითხოვეს შესაბამისი სამსახურები ამ ადამიანებისგან ვიზის მოთხოვნას, იმიტომ რომ მათზე უვიზოდ შედგება. ეგეთი მოქალაქე აიღებს ბილეთს და გაფრინდება. ახაკალაძე მის ოჯახი თურთ ვისაც აქვს ეს ლურჯი პასპორტები, როდესაც ენდომება იტალიაში გაფრენა, მან უნდა მიმართოს იტალიის საელჩოს საქართველოში და მიიღოს თანხმობა. შეუძლია თუ არა გაფრინდეს. მიიღოს ვიზა. მიუხედავად იმისა, რომ მან წითელი პასპორტით მიმართა თუ ლურჯით, მნიშვნელობა არ აქვს, მისი პირადი მონაცემი იგივე არის, ამიტომ მან უნდა მიიღოს ვიზა. ანუ ის იმაზე უფრო ძნელად იმოგზაურებს, ვიდრე ჩვეულებრივი ქართველი. ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ როგორ დაიწერება ამ გადაწყვეტილების განხორციელების გზები. ანუ ეს იქნება დიპლომატიური პასპორტის მქონე ყველა ადამიანი, თუ ეს გაიწერება ასევე სახელობითი სია ერთგვარი, იმიტომ რომ ამითი დაცული იქნება ის, რომ არ მოხდეს მაგალითად დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირში შესვლა ორდინარული პასპორტის გამოყენებით. ასე რომ ეხა ჯერი არის და მოლოდინი არის, რომ ევროკომისია როგორ გაწერს, ასე ვთქვათ, აღსრულების მექანიზმს ამ გადაწყვეტილების. საქართველოს მოსახლეობას არავინ არ ერჩის თავისთავად, მაგრამ უნდობლობას უცხადებენ და ასპარტულად უარსეუნებიან იმ სიკეთეზე, რაც ვრცელდება მთლიანად ქვეყანაზე, ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს. ახლა მეტი უკეთესი გზავნილი ჩემის აზრით საკმაოდ რთულად მოსაძლებელი იყო ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ როდესაც საუბრობენ, რომ აი უნგრეთმა და მეტი სანქციები იყო, ასე ვთქვათ, დაგეგმილი, თუმცა მოგესალმებათ უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს სანქციები ამ ეტაპზე ვეტო დაადო, მაგრამ გვავიწყდება, რომ ის რაც შემოიღეს, ეს ერთსულოვნად იქნა მიღებული. შესაბამისად, ამ ნაბიჯს მათ შორის უნგრეთმაც და სლოვაკეთმაც ფარი დაუჭირეს. ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის და ზოგადად ჩინოვნიკებისთვის, რომლებიც ფლობენ დიპლომატიურ პასპორტს, მათთვის სანქციების დაწესებაზე კონსენსუსი უკვე ევროკავშირში მიღწეულია, რაც შეეხება დამატებით განმარტებებს. ფუდებრივია ის საბოლოოდ ჩაიწერება დოკუმენტში, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ამავე სანქციების განხილვა გადაინაცვლებს უკვე შემდეგ ეტაპზე, სადაც ეს განხილვა გაიმართება პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე.